დაგიბრუნდი. დღემშვიდობისა, მეგობრებო, დღემშვიდობისა წარმატებულს უბედნიერეს და ბედნიერ დღეს გისურვებთ. რა თქმა უნდა, რა ლამაზი ხართ, თაქჩო ყოველდღიურად რაღაცა ლამაზდები, რაღაცა ყუიდან გადაყავარ. რაღაცა ცვილი ფანტასტიკურად გამოიყურები. შენ მე მგონი თქვა შეიძლება ხო? არ გვინდა ეხლა. კი, შევიჭერეთ 50 წერით რაღაცა. ხო, კარგად გამოვიყურები. ცდილობ. აბა? მოკლედ, ესე იგი დღეს ყავს საოცარი წყვილი. ნამდვილად. ძალიან მაგარი წყვილი. სიყვარულის სიმბოლო. რა თქმა უნდა, ჩემი საყვარელი თემაა ფიზიკში და მინდა რომ ხაზგასმით თქვა, რომ ეს წყვილი ყოველთვის სწორ პოზიციაზე. კი, ნამდვილად. ყოველთვის. კი, ნამდვილად. დღეს ვისაუბრებ ძალიან კარგ თემებზე. ბევრ თემაზე ვისაუბრებთ, მათ შორის განვლილ დღესასწაულებზე. ბოლოს აგერ ნათლისღება გქონდა, ვისაუბრებთ ნათლულებზე, ნათლიებზე, როგორ აღნიშნავენ, რა გარემოში აღნიშნავენ, როგორ ულოცავენ ერთმანეთს ამ დღესასწაულს და ასევე რა თქმა უნდა, როგორ ახერხებენ რომ სულ ყურადღების ცენტრში იყვნენ და რა რეაქცია აქვს საზოგადოების ზეგავლენას, ანუ აქვს მე ეს რეაქცია ვიცი, მაგრამ შენ რადგან არ იცო, მაგას გაიგებ პირდაპირ ეთერში. მოკლედ, ბრწყინვალე წყვილი, რამაზნოზაძე, მსოფლიო ჩემპიონი, ჟურნალისტი ხატია სიჭინავა, მოგძალ. იყოს, მოგესალმებით. მოგესალმებით, ძალიან ლამაზები და კარგები ხართ და გამარჯობა. ილოცავთ ყველაფერს, მეგობრებო. განვლილს, ჩავლილს, ავლილს, ჩამოვლილს. ბატონო, კი. დამდეგს აგერ გინეყოლი, ბევრი გვაქვს და მერთმა გიმრავლოს დღესასწაულები, მაგაზე კარგი რა არის? ხოთა შორის მაგაშიც ორიგინალურები ვართ ქართველები. კი, ორ-ორი. ასია, როგორ ხართ? ტრადიციული კითხვით დავიწყოთ. როგორ ახართ? როგორც ყოველთვის ძალიან კარგად. ისები მასეთ პასუხს, როგორც ყოველთვის ძალიან კარგად. ამაში გააგრძელეთ უგიზდები. როგორ ჩაიარა დღესასწაულებმა პირველ რიგში? მართალი გითხრა დღესასწაულები არ მიგრძვნია, წელს იყო პირველი ახალი წელი, როცა ვერ შევიგრძენი, იმიტომ რომ ხო, რაღაცა ძალიან ქაოსურ მდგომარეობაში ვიყავით, ნუ ბავშვების გამო ეხლა დიდად არ ვიმჩნევდით ამ ქაოსს, რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან ბევრი საქმე გვაქვს, რა ძალიან დიდ გეგმებს ვეჭიდავებით, ძალიან ბევრი ინოვაცია გვაქვს და სიახლე გვაქვს და აქედან გამომდინარე მოდუნების და კეიფის დრო არ ვქონდა. ძირითადად საქმეზე ვიყავი ორიენტირებული და მაშინაც კი, როცა საახალწლოს უფრას ვშლიდი, ვფიქრობდი საქმეზე. ჩვენ მაინც რაღაცა საკისმე დღესასწაულებს ისე თუ ასე ესე უღიმღამოთ აუნიშნავთ, გინდა არ გინდა, მაგრამ მე ავიღე ჩემ თავზე. ბავშვები კერძე მივიღე ყველა დასალები, რასაც ხატია ვერ შეჭდარა. აბა მაშინ გითხარი ძალიან ბავშვებზე გადავალთ და როგორი კმაყოფილები არის ისინი თოვის პაპასაჭუქრებით. აბა ვითხარი როგორ შეხვდით ახალ წელს და რაც მახსოვს იმას გეტყვით. აბა სად შეხვდით მაშინ 31-ს? სადამდე? არა, სახლში შევხვდით. და სახლში მიიღეთ ეს ყველაფერი? ჯერ სახლიდან დავიწყეთ, აი მე უკვე ეგ მომენტები აღარ მახსოვს. მე ჩვენ გვაქვს ძალიან მაგარი სამეზობლო, აი მართლა ძალიან უნდა გაგიმართლოს, რომ ეგეთი სამეზობლო გყავდეს და შესაბამისად როგორც კი ყველა ტრადიციულად ოჯახში შეხვდა ახალწელს შემოვლითი დაიწყო. ჩვენს ბათუმში ეს ტრადიცია დღემდე გრძელდება და ბედნიერებს ხოდა შორის ჩემს მეზობლებს აქვე თქვენი მეზობლების ამაზე მოვიკითხავ. მართლა ძალიან მაგარი. და თბილისში მე როცა ჩამოვედი თავის დროს ცოტა ამ მეზობლობამ აი რაღაც კითხვით ნიშნები ჩვენ დასვა. დასავლეთის ხალხი ვართ ამის გარდა. ერთად ყველანი ესე იგი. აჰა, ესეც მივხვდი. იტალიური ეზოა ეს თუ კორპუსია. ეს არის კერძო დასახლება, მაგრამ სულ ძირითადად ყველა დასავლეთიდან ვართ და ერთ ხოხობი გვყავს. ისეთი შეგრძნება მაქვს, გარეული მოვიდა, შინაური გამიტო. ისეთ ლაპარაკს ხარ დამეტოვებინე. ხოდა ტრადიციები გაქვთ ისე რამე გამორჩეული? რა თქმა უნდა, ტრადიცია. თოვლის ბაბუა თავისთავად. ეს დასავლეთელი ხალხი ვარ და გვეპატიება ბაბუა, ჩვენ ასე ვიცი. არა, ტრადიცია. სწორედ პაპა რა ბაბუა. ტრადიცია საერთოდ არის, ჩვენი ტრადიცია არის ოჯახში ტრადიცია რა, შეხვედრა რა თქმა უნდა, ეგ აუცილებელია. მე მივდივარ დედა-ჩემთან, მამა-ჩემთან ასე შემდეგ და მე რა თქმა უნდა მეზობლებში და უკვე მე საითკენაც თვალი და გული და ინერციას მიყვები რა. მე მგონი რომ ეგ საქართველოში ეგ აპრობირებული მეთოდი არის ყველასთვის რა, რომ პირველი სახლი და მე უკვე ინერცია წავიდა. სადაც თვალები დაინახავს მიდის იქითკე რა. მეკვლე მაინტერესებს და მე გავჩუმდებით აკო მე. მეკვლე თუ ყავთ ყოველ წელიწადს ერთ და იგივე ყავთ. სხვათა შორის წელს მინდოდა ჩემი მეკვლე ყოფილიყო, ჩემი ძმაკაცი ჯარჯი შაბაკაური რა. სულ ბავშვობაში აი რომ მოვდივარ სპორტული კარიერით. სულ ეგ ყავდა ხოლმე რაღაცა სპორტულ კარიერაშიც მიმართლებ და ასე შემდეგ, მაგრამ ვერ მოახერხა მოსვლა რა, იმიტომ რომ
რაღაცა ისეთი სამსახური აქვს რომ მანდ უნდა ყოფილიყო რა და ვერ მოვიდა და თან მირეკავს რომ ამაზე ბოდიშიო რა ამ წელს ვერ მოვედიო და მე ფეხი გამოეგზავნა არა მოვიდა ჩვენთვის არაჩვეულებრივი და ჩვენი ოჯახის შვილი არის ეგეც ანი იყო ჩვენი მეკლება ჩვენი ძიძის შვილი ფაქტორად ჩვენი შვილი არის გაასმაგებული დღეს წელი გეკნება და ხოშიანად შემოვიდა ყველაფერი და მივიღეთ ისე როგორც ძალიან კარგი თაკო გავჩვენ მაგრამ მე არ მიყვარს მეკლედ მისვლა სადმე შენი ჭირიმე დამანები ხარ ჩემ ფეხს რომ დაბრალდეს მე ხო ჩემ ფეხს ბრალდება ყველაფერი ხატია სამზარეულოში იტრიალეთ თუ არა ახალ წელს რაიმე საყვარელი კერძი თუ გაქვს აი ეგ მაინტერესებს რამას უზე უნდა გეკითხა ის შეფასება ქონდა აგროჰაბში ვიტრიალი მაგას უნდა აღნიშნო ვერაფრით ვერ დავმალავ რომ ჩემზე ბევრად გემრიელად აკეთებენ აგროჰაბში და აქედან გამომდინარე ხო ესე გადავწყვიტეთ რომ ესე ჯობდაკი ძალიან კარგი არა მაგრამ ნამდვილად არ მინდა ხო გეუბნები ანუ იმდენად ქაოსური სიტუაცია მქონდა რომ ეხა კიდე ანუ როგორი რაღაცა არის იცი საერთოდ ჩვენი ტვინი ამ ბოლო დროს თუ ატყობთ რაღაცები მე მავიწყდება მაგალითად რა რაღაცა უკვე გადავდივარ ჩაწერაზე რომ რამე არ გამომრჩეს დღის განმავლობაში მაგრამ არ არის გასაკობრივი რომ ის ბავშვია და კარგი ანრი ყველაფერზე შეფასებია არა მართლა ასაკის ბრალი არ არის ბავშვებსაც ავიწყდებათ ეს არის ზედმეტი ინფორმაციის ბრალი ანუ იქ Facebook-ი იქ Instagram-ი ვისაც აქვს ეს ბევრი სოციალური ქსელი ამ სკროლვის დროს ტვინი, რასაც არ კითხულობ, იმასაც იმახსოვრებ წარმოიდგინე და გაქვს აი ნაგვის ყუთი ფაქტიურად, მე ვეღარ ამაშვები ამას აპდეიტს ვეღარ უკეთებ და ნუ მოკლედ ძალიან ცუდი მდგომარეობა ამ ხრივ 21 საუკუნეში. აი ხარ ახლა სოციალურ ქსელს შეეხე რომ არ თქვა არ შეიძლება თან ზუსტად ვიცი რომ გამიგებ ჟურნალისტი ხართან და პლუს სოციალური ქსელი არ არის მაინც უცხო და პოპულარული ხარ მართლა აი ძალიან აი წლების განმავლობაში თან იცი რომ ვერავინ ვერ გჯობნის სულ შენზე იწერება რა მაინტერესებს ზოგჯერ მგონია რომ დავიბადე რა მაინტერესებს ამასაც ვეკითხები ამავე ვერ გამცა პასუხი ხატიან რა ეს 6 მილიონი კაცი რო ამას ნახულობს ვინ არიან ვინ ხო საქართველოს პირობითად 4 მილიონი ის 2 მილიონი ვიღა გავდივარ ჩვენ ქვეყნის გარეთაც ცნობენ უკვე ანუ იცი რა არის ბევრჯერ ნახვაც აი მაგალითად ერთ ადამიანს ნახა ჯერ 10 ჯერ რა თქმა უნდა იქნება ნახვაში რომ თავიდან ბოლომდე ვიდეო სხვა რაღაცას გეუბნება ეს გეუბნება აი ამას უკაცრავად მაყურებელო გავიგოთ აი ამას გეუბნება ეს არის თითო კაცი მართლა? მაშინ მეც ამაკე კითხვა. არა, ყველაზე მაგარი რა არის, მოდის და მანახს. აიწია 6,700,000. ხო, ნახე. აჰა, ნახე, ძმობას ვიცი, მოდის და მეუბნებო რომ ამას რა უნდა, ტრამპი შემოსული. ხო, ნუ ეს კონკრეტულად რამე ერთ ვიდეოზია რა. არა, მთლიან გვერდს ვინც ათვალიერებს. ნუ გასაგები, ესე იგი Instagram მომხმარებელზეა საუბარი. ტრამპსაც 2026 წელი დაიწყო. საკმაოდ აქტიურად სოციალურ ქსელში შენზე. როდის არა ვარ აქტიური. სულ რაც არ უნდა ვთქვა, გამარჯვებას რო ვიძახი, იმისიც მიაქვს. წეგან მომეჩვენა თუ ტრამპი ახსენე. ტრამპი ახსენე. ეხა უცებ დაუბრუნდი. ერთი ტრამპი იყო შემოსული შენთან. Instagram-ს აქვს ესეთი ფუნქცია, ყველა მარიცის რა თქმა უნდა, მაგრამ შეგიძლია ნახო ვინ ათვალიერებს შენს გვერდს. ნუ ეხა ტრამპი იყო, ტრამპის ადმინისტრაციული გვერდი იყო შემოსული. ეხა თვითონ ტრამპი არ ამგონია რა ყოფილიყო, მაგრამ არც ეგ არ არის გამორჩეული. მაგრამ ანუ თემა არის რა რაღაც მე ძალიან მიყვარს ეს ადამიანი იცით თქვენ და ხშირად ვადიდებ და მოკლედ რაღაცა მთელი ამბავი და მონიშნული მყავდა რაღაცაზე და იმის შემდეგ ძირითადად ჩემ საიტზე შემოსვლა ფიქსირდება ანუ ამ ხო იცი აყვანილი ყველა და ყველაფერი და შესაბამისად შემოდიან და ჩემს გვერდს ათვალიერებენ და ნუ ეს კარგად შეიძლება სრული მიგეწერა დაუშვათ რა უნდა მიმეწერა ბატონო ტრამპის მიყვარს ხარ არა ადმინისტრაციისთვის რომ რატომ ვარ თქვენთვის საინტერესო თუნდაც რატომ არა მე ვფიქრობ რომ თვითონ გამოვლენ კონტაქტი რომ საჭირო იქნება ეს სხვა პლანეტელები არიან ხო ნაყოებით ხო ნუ ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ჩემს თემაში ანუ ჩვენ რასაც ვაკეთებთ და ეხლა ძალიან დიდ რაღაცას ვაკეთებთ ანუ ამერიკაშია საპრობირებული მეთოდია და ნუ ძალიან ისეთი მეთოდია სხვათა შორის მასკის ადმინისტრაციას მივწერე მეილი ტრამპის ადმინისტრაციასაც მივწერე მეილი ოღონდ არა Instagram-ზე იმიტომ რომ არასერიოზულია სოციალური ქსელებით ესეთი თემების განხილვა და ნუ ვთხოვე რომ მათ რაც დანერგილი აქვთ წლების განმავლობაში ძალიან გვინდა რომ ჩვენს
ჩვენს პატარა ქვეყანაში მოვახდინოთ აი ნეიროდივერგენტებზე ალაპარაკი, ანუ აუტისტურ სპექტრზე. ვიცი, მივხვდი უკვე. და გვინდა რომ ჩვენთანაც თქვენი მოდელი იყოს ჩვენს ქვეყანაში. გადმოვიტანოთ. კი ბატონო. რა მოდელია, მაინც და მაინც რომ ვიცოდეთ, ჩვენ შეიძლება არ ვიცოდეთ საზოგადოების რაღაც ნაწილმა არ იცოდეს, რა მოდელზეა საუბარი და პასუხი თუ იყო, ესეც გითხარი. ეს არის ნეირო აკადემია, რასაც ახლა ვაკეთებთ, ეს არის საქართველოში პირველი. ნეირო აკადემია ნიშნავს იმას, რომ ბავშვი, რომელიც შემოვა აკადემიაში, გაივლის კონსილიუმი შეაფასებს მას. ჩვენთან არ იქნება პირველი, მეორე, მესამე კლასები, ჩვენთან იქნება ჯგუფები. ამ ბავშვის განვითარების მიხედვით შევა ჯგუფში და ამ ჯგუფში მასზე მორგებული პროგრამით იმაში, რაშიც ნიჭიერია, იმიტომ რომ ნეიროდივერგენტები ძირითადად ერთ რაღაცაში არიან ნიჭიერები და ჩვენ მსოფლიოს მასშტაბით ვხედავთ ამას. აი იმ ერთ რაღაცას აღმოვაჩენთ მასში, რისი ნიჭი აქვს და იმის მიხედვით განვავითარებთ, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში, როცა აი ამ ერთ მიმართულებას ვერ პოულობს და ვერავინ ვერ პოულობს, იმიტომ რომ არ არსებობს მოდელი, რომ ეს იპოვო, იკარგებიან ეს ბავშვები და ანუ იფანტებიან მე როგორც მარგარიტები. ბრავო, ეს ძალიან დიდი საქმეა და დიდი მადლობა ამ საქმის წამოწყებისთვის თქვენ. ძირითადად რაიმე კონკრეტული მიმართულება არის, რასაც ყველაზე მეტად არიან ხოლმე განვითარებული? არა, შეიძლება იყოს ფეხბურთში, როგორც ჩვენი ცნობილი ფეხბურთელი, შეიძლება იყოს ტექნოლოგიებში, როგორც ჩვენი მსოფლიოში ცნობილი ადამიანი. მოკლედ, ბევრი ყავს ისეთი, ვინც საზღვარგარეთ არის ეს მოდელი, შვეიცარიაში, ამერიკაში, ინგლისში არის ეს აკადემიები, სადაც ანუ ბოლო კლასებში უკვე ეს ბავშვი შეყავთ მოდულირებული პატარა ოთახებია. ინჟინერიის, მათემატიკის, ხელოვნების, მუსიკის, თუ კი რაიმე პროფესია არსებობს, ყველაფრის ისევ კონსილიუმი იკრიბება, შეყავთ ეს ბავშვი და უკვე ზუსტად პოულობენ, აი რა მიმართულებით არის ძალიან განვითარებული, იმიტომ რომ ამათი ნეირონები ძირითადად ერთ საგანზე არიან ორიენტირებული და ამიტომ ქაოტურად, როცა აი ეხა განათლების სისტემა ჩვენ როგორიც გვაქვს ტიპიური ბავშვებისთვის, ხო ყველაფერს ერთად ასწავლიან, ამათთვის ეს ყველაფერი ერთად არის ქაოსი. ამ ქაოსში მე იკარგებიან, ხო, და თავის თავს ვეღარ პოულობენ რა და ის ნიჭიც იკარგება მათთან ერთად, თავისთავად რისი ნიჭიც აქვთ. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს მოდელი შევქმნათ საქართველოშიც. როგორც გითხარით, აქტიურად ვიწერები მეილებს და პასუხი ჯერ არ ყოფილა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ როცა საჭირო იქნება, ყველაფერი საჭირო დროს ხდება, ხო იცი? როცა საჭირო იქნება, აუცილებლად იქნება პასუხიც და ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ ეს მოდელი უკვე ჩვენი თერაპევტებიც გავიყვანოთ საზღვარგარეთ და ვაჩვენოთ, თვითონ იქ გავაცნოთ ეს ყველაფერი, სახელმწიფოსთან აქტიურად თანამშრომლობთ. და მოკლედ ახალი სიტყვა ითქმება საქართველოში ძალიან მალე. ალბათ იქედანაც მოიწვევთ შესაბამის პროფესიონალებს. აუცილებლად მოვიწვევთ და გავივლით ყველაფერს, რაც ამ ბავშვებს წინ წაადგება და მე საერთოდ გეტყვით, რომ სოფლიოში უკვე მიმდინარეობს ლაპარაკი, რომ ძალიან მალე, რაღაც 10-20 წელიწადში მაქსიმუმ, დედამიწაზე იქნებიან მარტო ნეიროდივერგენტები. იმიტომ რომ სტატისტიკა ყოველდღიურად იზრდება, აი ისეთი სისწრაფით, რომ უკვე სისტემა ვეღარ უძლებს. აი ახლა უნდა მეკითხა, ეს ხელოვნურია, ანუ ამის თქმა გინდა? არ არის ეს ალბათ, არ ვიცი, ეს არავინ არ იცის ჯერ ეს ერთი ხელოვნურია ასეთია თუ ისეთია, მაგრამ როგორც მასკმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, მოდის ჩვენი ერაო. ხო, მაგრამ რაზე დაყრდნობით საუბრობთ ამაზე? იმიტომ რომ სტატისტიკის და ეს სტატისტიკა რამ გამოიწვია, ხო არის? აი ეგ რამ გამოიწვია, ეგ არიციან და ამ სიღრმეებში ჯერ ვერ ჩავიდნენ რა იწვევს ამას, რატო არის რომ უკვე 12 ბავშვი ერთი ყავს ნეიროდივერგენტი, არიციან, მაგრამ უკვე ემზადებიან იმისთვის, რომ ანუ ის ბავშვები კი არ უნდა მოვირგოთ ჩვენ სისტემაზე. ჩვენი სისტემა უნდა მოერგოს იმ ბავშვებს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი არიან და ძალიან გაჭირდება, რომ ახლა შენ 100 კაცს უთხრა, აი ეს ორი კაცი როგორც არის, ისეთი იყავიო რა. უფრო უპრიანი იქნება, რომ ეს ორი კაცი მოერგოს. ანუ საზოგადოოდ მიღებული სტანდარტი ჩანაცვლდება უკვე იმათი სტანდარტით. ჩანაცვლდება, კი. გასაგებია. ნუ ჯერ ქაოსია, იმიტომ რომ ეს გარდამავალი ეტაპია, მაგრამ ეს ესე იქნება ალბათ. ნუ არ შემიძლია რომ არ აღნიშნო, რომ საოცარ საქმეს მოგიკითხა. კი, ნამდვილად. მთელი გულით და სულით გულშემატკივრობ. მართალი გითხრათ, მე ამ თემაში ვიპოვე ჩემი თავი და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რაც ყველაზე ძალიან სიამოვნებს და ალბათ საჭირო იყო, რომ ეს გზა გამევლო, რომ მივხვდარიყავი, რომ ეს იყო ჩემი მოწოდება. სხვანაირად უბრალოდ ვერ მივხვდებოდი ვერასოდეს. ანუ ნეირომეცნიერებასთანაც ახლოს იქნები, ხომ, როგორც ხვდები? უკვე არის ნეირომეცნიერებასთან როგორ გითხრათ, აი მე მარტო ინსტაგრამი მაქვს იცით თქვენ და ინსტაგრამში თუ ვინმე ფსიქოლოგია, თუ ვინმე შეხება აქვს,
ნეირო სისტემასთან და საერთოდ თუ კი ვინმე რამეს ლაპარაკობს ამ თემაზე ჭკვიანობს, ყველა გამოწერილი მყავს, ყველას უსმენ, ვცდილობ სოფლიოში რა ხდება გავიგო, სურათი დავალაგო. და რა თქმა უნდა, ინტერნეტშიც ხშირად ვიძიებ ინფორმაციას, თუმცა ძალიან ნანობ, რომ თავის დროზე ფსიქოლოგიურზე არ ჩავაბარე. არასდროს არის გვიან, არასდროს არის გვიან. ნამდვილად არის გვიან. ხათი რამე გიყვანა აქამდე ერთი კითხვაც, აი როგორ? აჰა, გასაგებია. რა? ანუ ეს კონცეფცია რომ ამაზე დაიწყეთ ფიქრი, უკვე ძალიან მაგარია რეალურად. ჩემმა შვილმა. მესმის ხო? ჩემმა შვილმა მივიყვანა აქამდე. კი, მაგიტო ვიცახი რა, ნუ ჩემ შვილს არ აღმოაჩნდა ისეთი მძიმე დიაგნოზი, რომ ანუ მაგრამ მაინც მაგრამ ბიძგი იყო ანუ ხო, ბიძგი იყო იმისთვის, რომ მე მიმხვდარიყავი რა უნდა მეკეთებინა ამ ბავშვებისთვის და მომავალ თაობას როგორ ჩავდგომოდით თქვენ სათავეში. გარდა იმისა, რომ მადლიერები ვართ, წარმატებები გვინდა, გისურვოთ აუცილებლად და ჩვენი მხარდაჭერა ყველაფერში უნდა გქონდეთ. რამას, აი ახლა ხან ბავშვებზე იყო ჩანართი, აქვე მაინტერესებს თოვლის პაპამრეები მიართვა ბავშვებს და მათი სურვილები თუ შესრულდა. მე ვიცარგებლე თქვენი ეთერი და მინდა მიულოცოთ თელს. თქვენ შვილს უნდა მიულოცო აქვე დაბადების დღე. მოიცა უკაცრავად. ჩვენ უნდა ვისარგებლოთ პირველ რიგში შემთხვევით და რამაზის და ხატიას შვილს მე ერთ-ერთს რა თქმა უნდა დაბადების დღე ონისეს. ოლის დაბადების დღეს ულოცო. ბედნიერება, წარმატება და შენს ბავშვურ ფანტაზიაში რაც დაგისახავს მიზნად სიკეთის სადადებითის ყველაფერი აქვს მოდეს ნებების ასრულებას გისურვებთ. მადლობა. აი ახლა დავუბრუნდეთ კითხვას. ხო და ვისარგებლო თქვენი ეთერი და მინდა მიულოცო თელ საქართველოს შობა ახალი წელი მრავალს და ეს არის ჯანმრთელობას, ბედნიერებას და ყველა სიკეთეს გისურვებთ რა და წარმატებულები ყოფილიყავით. ავი აგერიდებინო და სულ სიკეთე მოსულიყოს ამ წელში რა. ამინ. რაც შეეხება ახლა ახალზე. ნუ ახალი წელი ჩვენ ტრადიციულად ტარდება ოჯახში, რა თქმა უნდა, და თოვლის პაპაც მოდის კაი საჩუქრებით. დაწერილი იმითი წერილი საჩუქრებით. შეკვეთები ახლა თოვლის პაპაზე. ჩვენ არ ვიცით შეკვეთა რა იყო. მართლა? არა, ჩვენ არ ვიცით. ხო, მაგრამ რომ მოვიდა იქიდან ხო გავიგეთ. ხო და რო დაწერეს ხო. რომ მოვიდა იქიდან გავიგეთ, რომ რა იყო შეკვეთა. საათი, ნაუშნიკები და რაღაცა ასეთი. ტექნიკაში დიდად გასაგებია? ხო და კაი საათიც მოუტანა იმ Apple Watch-ი თუ რაღაცა. Apple Watch-ი გასაგებია. ჩვენ არ ვიცით, იმიტომ რომ ჩვენ ხო არ ვიცით თოვლის პაპამ სად იყიდა და აზრზე არა. არა, ეგ ნამდვილად არ ვიცით, მაგრამ რომ უკანა უკვე კარგია. ჩვენი შვილები თქვენს გადაცემას უყურებენ და მივე სიყვარულები აქედან და მოკლედ რა ძალიან მიყვარხარ ცეთიკო. ჩვენ დაგვირეკეთ თუ თოვლის პაპა არ მოგიტანთ რაიმე საჩუქრები, ჩვენ დაგვირეკეთ და მე ჩვენ მივწერთ რომ მოგიტანოთ. ხო და ეს გარანტირებული საჩუქრებიც გექნებათ რა და არა ჩვეულებრივი ოჯახი, აი ეხლა რაც უფრო მივდივარ და ვიზდები ეხლა ხვდები რომ რა კარგი არის ბევრი შვილი რო ყავს რა აი კი ბევრი პრობლემები აქვს მაგას რა თქმა უნდა გაზდაში სირთულები მაგრამ აი ხვდები რომ არაფერი არ გაკლია როცა ამდენი შვილი ყავს მეუღლე ყავს და შენ შეგიძლია ის სიკეთე რაცაც შეგიძლია გარეთ მიიღო სახშიც მიიღო მაგის ისა რა ქვია სიხარული სიყვარული და ხო მე მირჩევნია ხოლმე უფრო ოჯახურ გარემოში შევიგრძნო ეგ ყველაფერი დღესასწაულებიც და რავი არის მომენტები როცა გავდივართ მაგრამ უფრო დღესასწაულებს ალბათ ოჯახურ გარემოში იმიტომ რომ უფრო ძლიერდება ოჯახი და უფრო ის მომენტი ინერგება რომ აი ჩვენ ოჯახში ყოველთვის ერთად ვიკრიბებით რა ეხა რო გაიზრდებიან თავის გზას დაადგებიან ჩვენი შვილები ეგ ტრადიცია აუცილებლად დანერგილია მამა ჩემა დანერგა დედა ჩემა დანერგა ხატია შობლება დანერგეს ეგ ტრადიცია რომ ოჯახში უნდა ვიკრიბებოდეთ რა და ეგ ტრადიცია გაგრძელდება ჩვენ ოჯახებში ჩვენი შვილების ოჯახებში და რავი სანამ შეგვიძლია ეგრე კი გავაკეთებთ და მე ნახოთ რა მოხდება. ტრადიციები და ზოგადად ბავშვების ფსიქოლოგია ძალიან ისეთია მოქნილია, რასაც ოჯახში ხედავენ, იმას გაიმეორებენ უკვე ზრდასრულ ცხოვრებაში. ამიტომ აუცილებელია იცოდნენ ჩვენი ტრადიციებიც, ჩვენი ღირებულებებიც, როგორი დედმამა ვართ, რა გვინდა ოჯახისთვის და ამის მიხედვით უკვე თვითონაც სხვათა შორის მე კი არ მიყვარს ხოლმე ქება დიდება საერთოდ საკუთარი ოჯახის წევრების, მაგრამ ჩემი შვილები სტუმრად თუ სადმე მიდიან, რომ წამოსაყვანად რომ მივდივარ, ყველა მადლობას მიხდის, რომ ესეთი გაზრდილი ბავშვები არიან და ეს არის ჩემთვის უდიდესი კომპლიმენტი. საჩუქარი, კი ბატონო. ბავშვები გასაგებია, მე ძალიან რომანტიკოსი ვარ და გიждები აი დიდი ხნის წყვილს რომ უყურებ ხოლმე გული მითამაშებს. წლებთან ერთად რა შეიცვალა თქვენ სიყვარულში და ურთიერთობაში? უფრო მეტად და მჭიდროდ ვართ ერთმანეთთან დაკავშირებული და ფაქტიურად იცი არ არსებობს მუდმივად როგორ გითხრა
წყვილი რომელიც არ ჩხუბობს, წყვილი რომელიც რაღაცა მუდმივად კარგ ხასიათზეა, ესე არ არის რა თქმა უნდა. არ არის რა თქმა უნდა. გათხოვილი ხარ? არა. ხო, გაითვალისწინე, მაშინ მოდელს მოგცემ. მოდელი არის ესეთი. ორი ადამიანი, წელს გათხოვდება. ცოტა დაკარგი. ცოტა დავფრინავ და ამიტომ ორი სრულიად განსხვავებული, მე და ჩემ ხარს გვაქვს აბსოლუტურად განსხვავებული ხასიათები. უბრალოდ მოდელი იდეალური ურთიერთობის არის ის, რომ როდესაც ერთ-ერთი აფექტის მდგომარეობაშია, მაგალითად უნდა ჩხუბი, აგრესიულია, რაღაცას გეზუზუნება, ხო? ამ შემთხვევაში თუ შენს მისივე ტალღაზე გადადიხარ და ეჩხუბები და ეზუზუნები და ასე შემდეგ, უკვე გადადის კონფლიქტში ეს ყველაფერი. მაგრამ თუ შენ შეძლებ და ქალს უფრო მეტი შეუძლია დამიჯერე, რომ იმ წუთას დაიხშო ყურები, საერთოდ სხვა რამეზე იფიქრო, ეს ზუზუნებს. შენ ფიქრობ რა კარგია ცხოვრება, მინდორში ყვავილებს კრიფავ, ან რაღაც ეგეთზე. აი როგორ გამოგდის? აი ეს დამუღამებ ნელ-ნელა, ამას დრო ჭირდება ხა 1 და 2 დღე, 1 და 2 დღეში არის. ამაზობაში ეს ზუზუნებს შენ ყვავილებში დარფიხარ და უცებ მიხვდება ეს რომ შენ არ უსმენ და არანაირი აზრი არ აქვს შენთან ჩხუბს და ჩერდება. შენ აგრძელებ ყვავილებში ბოდიალს, მე უკვე რომ მიხვდები რომ всё დაალაგ და ყველაფერი დამშვიდ და სიტუაცია მოიხედა. ამ მოკრეფილ ყვავილს 2 დღის შემდეგ, როდესაც უკვე ეს პრობლემა საერთოდ დავიწყებულია და არც ახსოვს რაზე ზუზუნებ და კი არა ჩხუბები რა თქმა უნდა, მოუტრიალდები და ეტყვი რა. შენ რო 2 დღის წინ ზუზუნებდი, იქ მე ვიყავი მართალი. ანუ მიხვდი, ამასობაში ამას ის პრობლემა დავიწყებული აქვს რა თქმა უნდა. და ეს თაიგული უცებ ლარნაკში აღმოჩნდება და ეტყვის რომ შენ არ მომართვი გულშინ წინ. ანუ მიხვდი, თუ შენ ხარ მართალი რა თქმა უნდა. თუ ეს არის მართალი, მაგრამ ყველა ადამიანს გვაქვს ჩართული ეს თავდაცვის ინსტინქტი და რაღაცას გეჩხუბება რომ შენ რაღაც დააშავე, მაგრამ შენ გინდა ახლა რომ თავი იმართლო და ამ შემთხვევაშიც არ მიდიხარ ჩხუბზე და აყალმაყალზე და ნუ ჩემ შვილებს საერთოდ 15 წლის არის ჩემი უფროსი შვილი. გონია რომ ცოლქმარი არ ჩხუბობს. იცი, აი ძალიან კარგია. ცხოვრებაში არ უნახავს ჩვენი აწეული ხმა წარმოიდგინე. ხმა. მაგრამ რეალურად ხატია ჩვენც არ ვართ ეგეთი კონფლიქტურები რა. არ ვარ კონფლიქტურები, იმიტომ რომ სულ რამაზის ზუზუნებსო და მე კაცური სოლიდარობით კითხვა გამიჩნდა ეხლა. არა, აი რამაზის გრას გავიგოთ, აბა. საერთოდ კაცი უნდა ზუზუნებდეს კი არა, კაცი უნდა იყოს ოჯახში, რასაც ხატია იძახის, რა უნდა ძლიერი იყოს და რაღაცებში შენიშვნებიც უნდა იძლეოდეს, სწორი შენიშვნები უნდა იძლეოდეს და ეხლა ხანდახან ქალი რო ვერ გაიგებს სწორ შენიშვნას მართალია ხატია 2 დღე გაივლის და შეიძლება კაც დაავიწყდეს სისულელეზე რაღაცაზე ლაპარაკი. როცა მართალია მაშინ მე კიდევ რაღაცას დავამატებ რა, ეს ჩვენი სიყვარული ამდენი წელი, აი თქვენ რო ახსენეთ რა, ამდენი წელი გაუძლო, ხო? იცი რა არის ხა უფრო იმ მომენტში გადაიზარდა, რომ აი უფრო გავხდით ძალიან მშობლიური ტიპები ერთმანეთისთვის რა. აი პირობითად ბალიში რო არ გექნება, აი ეგეთი მომენტი ხატია რო გვერდში აი გუშინ მიქოს სიცხე ქონდა და არ იყო რაღაცა ვერ ვიყავი ჩემი მშობლები ვერ მეძინა ვერ ვეხუტებოდი რაღაც ეგ მომენტი და აი მე როგორც უყურებ აი ისე გაძლიერდა ისე შევესის ხორცეთ ერთმანეთს რომ უკვე აი პირობითად რაღაცა ცოტა ხანი დაშორებაც იმ დისკომფორტს გიქმნის რომ აი არ არის შენ გვერდზე რა და მე ვფიქრობ რომ პირიქით აი რო იძახიან ძნელია და მალე შორდებიან არა უფრო ძლიერდება ეს სიყვარული უბრალოდ უნდა გაითავისო ის მომენტი რომ ისე აღარ იქნება აი თავიდან რომ ის ცეცხლი და სექსი და იქ გარბენა გამორბე ეგრე აღარა ეხლა არის იმედები ადამიანებს ეხლა არის არა მე რა ვთქვი მოიცა მაქცევინე ხატი ერთწავს რა აი დამავიწყა რაღაცას ლაპარაკი და ამ მიგდოდა ერთი წამი ხო მაცად ხო და ის ცეცხლი კი არ მიდის ის ცეცხლი მიდის იმ ოჯახში მიდის იმ სიძლიერეში მიდის რომ აი დაჟე ხანდახან ვაფშე უფრო მაგარი არის რა ცხოვრება ხვდები რომ ეს ამხელა ოჯახი შექმენი და შენი ცოლი გვერდზე ყავს შენი შვილები გვერდზე ყავს და აი უფრო მაგარი ხდება ის სიყვარული რომელთაც დაიწყე მაგრამ აი მაგ მომენტს ვერ უძლებენ ეს ახალი წყვილები რომ აი რაღაცა პატარა პრობლემა შეექმნება და ეგრევე ან დაიშლებიან ან ეჩხუბებიან არა პირიქით მაგ პრობლემებს რო წყვიტავ უფრო ძლიერდები გესმის აი ერთი პრობლემა მოვიდე გადაწყვიტე ხო ცხოვრება არ არის ის რომ ყოველ დღე დედასპიცავ აი რამდენი ხანია და ყოველ დღე რაღაც ახალი პრობლემა ეძრობა რა მაგრამ ხო რა მაგრამ ამ პრობლემას რო წყვიტავთ ხო ძლიერდები ჩვენ ამაში ხო ვიცით ის
ის რა ქვია იმას დაწერილი ხო ვიცით რომ ესე ამას რო გაუძლებთ უფრო გაუძლიერდებით და აი ეს უფრო გვაკაჟებს უფრო მეტად ვაფასებთ ერთმანეთს და აი მე ვეთყვი ახალ წყვილებს რა გაუძელით ერთმანეთს თუ ის მომენტი გაიხსენეთ რატო დაუახლოვდით ერთმანეთს და აი რატო შეგიყვარდათ ერთმანეთი აი მაგ მომენტები ავიწყდებოდა და აი გაფიცხებულზე თან იცი რა არის ცოლქვანი ერთად რო არიან ბერია უფრო ფიცხდებიან უფრო ბრაზდებიან მაგრამ აი მაგ მომენტი რო გახსოვს რატო დაუახლოვდი აი ის სიყვარული რომ მოგივა თვალებში და ის მომენტები მოგივა აი ეგრე უნდა გააქარწყლო რა და გაუძლონ ერთმანეთს მაგას გაუძელით უნდა გაუძლონ არა მაგ ერთმანეთს კი უნდა გაუძლონ იმ აუცილებლად თორე ერთმანეთთან ეს ერთმანეთთან სიყვარულია, ერთმანეთთან სიხარულია. აი ეს მომენტები რო არის, პირობითად ხანდახან არის რომ ფინანსური მომენტები იმაში. არ არის ეგ პრობლემა რა, უნდა გადაწყვიტონ და აბარა რაღაცა უნდა ქნა, ყოველთვის არის გამოსავალი. ერთი რაღაცისგან არ არის გამოსავალი, რომ წახვალ 100 წლის მერე. იქითკენ ვეღარ ვნოდე, ყველაფერს გამოსავალი აქვს. რა თქმა უნდა. წყვილებს არაჩვეულებრივი ფორმულა მისცა. ძალიან მაგარი ფორმულა. მე ძალიან მიხარია რომ დღეს გაგისანით, გიჟდები, აი იკვებეთ ბედნიერი გარდავლილი დღეები. სამაგალითო წყვილი. ნაკლებად იფიქრეთ პრობლემებზე, იკვებეთ ბედნიერი დღეებით, ახლა გავალთ რეკლამაზე ბედნიერად და ბედნიერად დაგიბრუნდებით. გაიხარეთ.